და წარმოიდგინე. რატო ვითომ? არა ძმაო, ეგეთიც არაფერი დამიშავებია ამ ცხოვრებაში რა. აკეში. ნახე ის ტიპი. ნახე კი არა, შეკვეთა არ მოვიტანე? არა. კი. ჰელი სასტუმრო საველიზე გააკეთეს შეკვეთა? კი არ გააკეთეს, გავაკეთებინეთ. არა რა, აი ხო უჯმეხი და საშინელი ხასიათი აქვს, მაგრამ რაც იცის რა, ვერ დაუკარგა. ჩვენ ფასები უთხარი? არა, ესე უზეპირად ვერ ვეტყოდი რა, ეხლა დაანგარიშებული არ მქონდა რა. ნო, ესე სანამ არ ნახაზებს არ გავაკეთებთ, ვერ დავითვლით. ხო და მეც ეგ უთხარი და ამიტომ ხვალ გველოდებიან დაანგარიშებული, დახაზული პროექტით 3 საათზე. აუ, 3-ზე? ხო რა იყო, ხა არ თქვა ვერ მოვასწრებთ. კაი რა, ეგეთები მოგვისწრია. არა, კაცო, მაგას დღესვე დავამთავრებთ, მაგრამ ელენის აქ ხვალ 2 საათზე ტურნირი. და რავი, ცოტას ვერ გადავწევთ. ბიჭო, რატო ვერა დაურეკავ და გადავაწევინებ? რა პრობლემა? მე წავა. რა? ხო? ო, რა იყო? ნუ კაი, შენ თუ წახვალ, მაშინ ჩვენ დავრჩებით რა და შენ მიხედე ძმაო. კარგი. კაი. შეიძლება შესაძლებელი დროსაც არის ხოლმე? ჰა? 60-70 წლის მერე ვაპირებ რომ სერიოზულად დავისვენ. ვა, მოუწოშები ოპტიმიზმი. კარგია. პესიმიზმის აზრი მითხარით თუ რა? კი ბატონო ვიქნებ. კარგი გეხვეწები ესეთ ბრძნულ რაღაცებს, ნუ ამოვხომე, თორე მაშინებ რა. რაღაცა კარგ ხასიათზეა. ეთქო რაღაც მიდის კარგად. კი, ბიჭო, ის არის რა ქვია, ექიმთან მყავდა თაგო. ხო? და ნელ-ნელა ყველაფერი დაალაგდაო რა. წამლების დოდაც შეუმცირა. ეგ მაგარია. მოკლედ, რაღაცები დაუნიშნა და რაც თავია ვარჯიში დაუნიშნა და პირდაპირ იოგა გვითხრა რა. ესე იგი სანამ ვიღაცას ფული არ გადაუხადე, ვინც გითხრა რომ იოგა კარგიაო, მანამდე არ გჯეროდა, ხო? რა ვქნა, ამჯეროდა და რა გავაკეთო ეხლა, ამჯეროდა. კარგი ნე, ხა ეგ ლაპარაკი. როდის დავიწყოთ? მე არა, მაგრამ აი თაკომ რაც მალე დაიწყებს, მით უკეთესია რა. და ანდრო რაღაც მინდა რომ გთხოვო. ხო იცი რაც გინდა. ძმურად ჯერ შეგიძლია სახლში რომ მოხვიდე ხოლმე. გარეთ გასვლა ჯერ არ სიამოვნებს რა მაინც და იქნებ მოახერხო. არ არის პრობლემა. არანაირი. მოიცა. შენ არ შემოგვიერთდები? ჯერ არა. მე შეიძლება, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი რამე მაქვს დასალაგებელი რა და მე მოგიყვები მაგასაც. კარგი? როგორც გინდა. ძმა ხარ შენ ჩემი რა. ძმა კი არა, უბრალოდ მოწყვარი თუ რაღაც არ ვიცი, გურუ. მიდი ეხლა, მიდი. მაჰარაჯა, რა ვიცი, ყველაფერი. ანაირად. შენ დავედი. მე მასწავლებლად დავაკეთე. კი. შევხმიანდეთ. კი, დავირეკე. მიდი. შემოდით. რა უცხოსავით აკაკუნებ, მარიამ? მაშინ პირდაპირ ისე შემოვაჭრი ხოლმე. რა თქმა უნდა. გინდა ყავა? არა, მე და ნანკამ დავლიეთ ამ წამს. ისე შენ და ნანკა ძალიან დამეგობრდით, ხო? კი, ძალიან კაი გოგოა. ისე თავიდან ცოტა შტერი და სულელი მეგონა, ხო იცი ნანკა? არა, პირიქით. ძალიან ჭკვიანი და ისეთი საინტერესო გოგოა. იცი, გართობა უყვარს და ალბათ მაგითო იფიქრა. ხო, რა ვიცი, მაგის ხელა რო ვიყავი ამ ქვეყანაში, ყველაზე კაი გართობა კერასიკაზე მოდუღებული ყავის დალევა იყო. ალბათ მეც მეყვარებოდა კლუბები და კოქტეილები, მაგრამ პრინციპში კაი კოქტეილები კი მიყვარს ის. უფ, დავლევდი ახლა დიდი სიამოვნებით. მე კიდე ვერ მოვასწარი. შენ წინგა ყველაფერი. შენ დაბერდი, ხო? არა. მე უბრალოდ ძალიან დავჭკვიანდი, თორე ჯერ სიბერებდე ჯვარი მწერია, მაგრამ კი. ხო და სანამ კარგ ხასიათზე ხარ რაღაც მინდა გთხოვო. რამდენი ხნით? მარტო ხვალ. ელენეს ჭადრაკში ტურნირი აქვს და ძალიან მთხოვა წამომხევიო. წინაზე მარტო მამამისი გაყვა და ანუ შენც იქნები და კობაც. არაფრით არ მომეშვა. რა ქნას ახლა უნდა ბავშვო დედამაც უგულ შემატკივროს და მამამაც ბუნებრივია მარიამ და უნდა წახვიდე რა თუნდა ამას ლაპარაკი. თან ახლა კობაც თუ იქნება? კაი რა. რა იფიქრე ახლა შენ? მე ვფიქრობ რომ რატომ უნდა დატკბეს მარტო მამა ბავშვის წარმატებით, ჰა? ხო.
ოხ, რუსა. წადი დამანებე თავი რა, წადი. წავედი, მადლობა. Here in the night where the silence crashes, traveling alone in an empty carriage, thinking of you, thinking of me. Every hour is an age without her. Every mile just takes me further away from you, away from me. But still my heart won't leave me be, won't give me time to think. კი, კარგად არის. უკაცრავად რო გაგაღვეცე. არა, პირიქით ხვალი. იცით როგორ გამიხარდა რომ მოხვალე? როგორ ახარ შენ? კარგად. ეს წერტილი? ისეც კარგად. ცოტა მომცელია წუხებს ხოლმე და ხო, ისე კარგი ბიჭია. მე როგორც დავისწრაფ. საშინელი აფერესტე. მართლა? ესე იგი იმდენი ხანი ვაძინები. ეხა ვითომ როგორ წყნარაძინა. ამიკოს გავს ესე იგი. ხოჭი სამშობიაროში ხმით ცნობდნენ. ანგრევდა იქაურობას. მართლა. მე კიდე მითხრა რომ ძალიან მშვიდი ვიყავიო. არა. 3 წელი გაგვათენებინა. ხო, მაგრამ მაგის ბრალი არ არის. ბიბიები მოდიოდნენ 15 წუთით ხელში აყავდათ. მერე მე დავებდნენ და მე მიტოვებდი. მე მთელი ღამე დავდი. ეგ მე ნამდვილად არ შემიძლია. არც არის საჭირო. ნუ მე ვერ გვირდები რომ ხელში არა ვეყვან, მაგრამ ისე არა. აი თუ გინდათ მოდი დაიყვან. არა, გარედან შემოვიდი, არა, აქედან შემოვიდი. ოი, გასაყვარი. იცი რომ შენ გავს. მართლა. ძალიან სიკეთე ხარ. ო, ერთი ჯუჯი კიდე. თერა საყვარი. ой, ჯანუ შენ ამბობ რომ თამთას ახალი პაციენტი ის ნაბიჭვარია თაკოს რო. ხო. ზუსტად იცი რომ არავისი არ გირევა? ვიში უნდა ამერიოს, გოჩა? 5 წელი ერთად მუშაობ. ნეტა მცოდნო და რა. დრასიზმ. არ ვიცი, რამეს ვატკენდი. ნაგავი. ეგ მეც ვიფიქრე ისე თავიდან რომ დავინახე. მეთქი ხა მომს მაგარავცემ თქო, მაგრამ მე რა ვიცი კლინიკა არ გავხვიო შარში. არა შარი არაფერ შუაშია უბრალოდ პაციენტის ცემა არ გამოდის ახლა ეკიმობას და ყველაფერს რომ თავი გავანებოთ. ხო. და რო ვთქვა მასაჟს აღარ გაგიკეთებ მეთქი. არ წაეთრევა? რატო რომ ითხოვს? უნდა ეხა თაკოს რომ გავუბაცრდეს ეგ ამბავი კლინიკაში. მაგაზე არ მეფიქრია. ყველაზე მეტად ნერვები რაზე მიშლება, იცი რომ ვერ მომტკიცებთ რა. ნეტა ჩაეწერა. რა კონჩი უნდა ჩაეწერა? სტუდენტი იყო და ლექტორთან შედიოდა გამოცდაზე. რას იფიქრებ? ვერ ხვდები რა უნდა ქნას და ნერვები მეშლება რა. მიც მაგრად. წარმოგიდგენი ხა თაკომ რომ დაინახოს და დაიმართება? არა, არ უნდა დაინახოს. ეგ როგორ უნდა ქნათ ისე რომ ოთახში ვარ გამოვკეტოთ. შვებულებაში რომ გაუშვა? და რო არ წავიდეს? მოკლედ. თამთა რომ მორჩება მასაჟს, მოგწერს. ჩვენ მოვძებნოთ თაკო და არ გავუშვათ ტელეფონში რა. გაიგრუქნით. ავადმყოფი რა.
ვახო როგორ გაბურღეთვენი რა. გისმენ ანა. ჩემი ნომერი არ წაგიშლია ჯერ. არა, უბრალოდ ნომერი მახსოვდა. იცი რომ ზუსტად 10 წლის წინ ამიღე ეს ნომერი. გინდოდა რამე? არა. არაფერი. აი მაშინ ძელინების. გიორგი. შეგიძლია რომ ორი წუთი მომცერე, მადლობა მოგიხედა. რა საჭირო? გთხოვ. იცი? ყოველთვის როცა ძალიან ცუდად ვარ ხოლმე, ან ძალიან მარტოდ ვგრძნობ თავს. ყოველთვის შენ გამოჩნდები ხოლმე და ყოველფერს ასწორებ. მაშინაც კი როცა ამას არ მისაუბრებ. ხარ. კი, ამაზე პასუხის გაცემაც მომეთხოვება? არა, არაფერი არ მოგეთხოვება საერთოდ. არც ჩემი თანაგრძნობა, არც ჩემი აქ მოყვანა. არაფერი. მაგრამ მაინც აკეთებ. თან ვიცი და წარმომიდგენია შენთვის ყველაფერი რთულია. არა უშავს უარესების გადამიტანია. გიორგი. ალბათ ბოდიშის მოხდას არანაირი აზრი არ აქვს. უბრალოდ მადლობას გეტყვი რა. არაფერს. ცაცაანდი ბოდიში როზე გვინდა გიორგი. ანა. ბატონო. როგორ ახ? ბავშვი როგორ ახ? კარგად არის ბავშვი და მეც კარგად ვარ. Easy now, I'm gone. But still my heart won't leave me be. Won't give me time to think. Can you feel that calm as we start to breathe? It'll be easy now, you're alone. Easy now, I'm gone. In one night, in one breath, I leave you far behind me for a new life. ამის დაფიცების და დაგინების არც მე არ მჯერა, მაგრამ ისეთ რაღაცას გაუძლო. რას? რომანტიკული საღამოსთვის არ დამირიგოს. საქმე მაქვს. რა ხდება მშვიდობაა? Male, male, خامي ترون